მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მოგზაურობა ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ აგვისტოს ფავორიტების შესახებ. ჩემი კონტეინერი სასწია და შეგვიძლია დავიწყოთ ფავორიტების და ნაკლებად ფავორიტების შესახებ საუბარი. დავიწყოთ გამწმენდებით და დემაკიაჟის ზეთი, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიყენებდი, არის K-Secret-ის Soul 9088-ის ხაზი და მათი დემაკიაჟის ზეთი, სიკას და პრობიოტიკების შემცველობით. ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი პროდუქტია, მარტივად აშორებს მაკიაჟს, წყალგამძლე მაკიაჟსაც მარტივად ერევა, მოცულობაც საკმაოდ ბევრი აქვს, გეტყვით 200 მილilitrიანი შეფუთვა. ფამფის თავსახურით ერთადერთი ეს ფამფის თავსახური პირველად როცა აჭერ ხელს ცოტა რთულად ჩამოდის და რადგან ხელი ზეთის შესახებ საუბრობთ, ცოტა ისხება ხოლმე ყველგან ზეთი, რაც არა სასიამოვნო იყო და ცოტა ესე უნდა დააკვირდო ეს სარკეზე და ნიჟარას და ყველგან ზეთი არ იყოს. ერთადერთი მინუსი მაგას ვიტყვი, ფამფი რომ უფრო კარგად გამართულად ფუნქციონირებდეს, კარგი იქნება. სხვა მხრივ ზეთი თვითონ კარგი სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო, მწვანეს მივცემ ნამდვილად. ამ ხაზიდან პროდუქტების უმეტესობა მომეწონა და არც ეს ზეთი არ ყოფილა გამონაკლისი. საკმაოდ ბიუჯეტურია, მოცულობისთვის ცუდი ფასისულაც არ გამოდის და შემიძლია სიამოვნებით გავუწიო რეკომენდაცია. შემდეგი გამწმენდი, რომელიც გამომცალი არის პურიტოსგან, ეს არის მათი პანთენო ბამბუ პანთენო გამწმენდი, კანეის ბარიერის დამცავი ანთენოლით გამწმენდი, ვიცით რომ პანთენოლი ძალიან კარგი დამშვიდებელი ინგრედიენტია. ეს სასიამოვნო გამოსაყენებელი გამწმენდი იყო, კარგად ქაფთება, იული ჩამოსაბანია, მზისგან დამცავის ჩამოვანასაც თავისუფლად ვანდობდი მართალი გითხრათ, მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება რა თქმა უნდა არ არის. თუ მაკიაჟი გესვა, მაშინ მეორე საფეხურის გამწმენდი იქნება. 150 მილilitrიანი შეფუთვით მოდის, ძვირი არ არის. ცოტა უცნაური სუნი აქვს, მაგაზე ცოტა ქულები უნდა დავაკლო, იმიტომ რომ ჩაისხის ზეთს შეიცავს და ეს ცოტა ისეთი მწვანე სცენარებს მწვანე ხის სუნი აგრასაც არასასიამოვნო, მაგრამ ჩამოსაბანის საშუალება არ ეხა სახეზე არ იტოვებ, ამიტომ ის რაღაცა ერთი წუთის განმავლობაში ალბათ რაც სახეზე იმასაჟებ და სანამ ჩამოიბარ, კარგად აშორებს ყველაფერს, ესეთი ძალიან მსუბუქი გელგამწმენდი არ წარმოვიდგინოთ, უფრო საშუალო სიძლიერის გამწმენდია, თუმცა ეხა ჩემი მშრალი კანისთვის ზაფხულის სეზონზე ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო, ზუსტად იმ სიძლიერის გამწმენდი იყო, რომელიც ამ სეზონზე მჭირდებოდა, იმიტომ რომ ძალიან მსუბუქი გამწმენდი ზაფხულში არ მიყვარს, აი საერთოდ არაფერს არ გაშორებს და მაინც ფრთხილად უნდა იყო, რომ ფორები არ გაგჭიროს. ამ მხრივ სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო, მწვანეს მივცემ, ცოტა სუნზე რო რაღაცა შვრად პურიტო კარგი იქნებოდა. ისე სხვა პრეტენზია მაგ გამწმენდთან არ მქონია. შემდეგი გვაქვს ტონერი, ეს არის ანუას ბრინჯის ტონერი, ბრინჯის და კერამიდების ტონერი, ესა პატარა მინისაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ 40 მილilitrიანი, ამიტომ მაინც მინი არ გამოდის გულწრფელად რო გითხრათ. ამისი დიდი ზომის შეფუთვა ტონერი ახლაც გახსნილი მაქვს. ეს ჩვენს გვაქვს ჩვენს ონლაინ შოპში და ძალიან მაინტერესებდა და ჩემთვისაც შევიძინე ჯერ მცირე ზომის 40 მილilitrიანი და ეს რო დამთავრდა, ესეც სასიამოვნო გამოსაყენებელი ტონერია, იცით რომ მე დიდად ტონერებზე არ ვგეშტები. ხა შრატი მაგალითად სულ მაქვს რუტინაში ან ამპულა რაღაც ესე, მაგრამ ტონერი თუ არ მაქვს რუტინაში დიდად არ ვგეშტები მაგაზე. მithumetes ეხა ზაფხულის სეზონზე, მაგრამ ისეთი სასიამოვნო ტონერია, ანუ წყლის ტექსტურის მსგავსი ტონერია, თუმცა კანზე რომ დაიტან, ოდნავ უფრო ტექსტურას იძენს, ოდნავ უფრო სიბლანტეში გადადის კანთან კონტაქტის შემდეგ, ისეთი ძალიან ჰიალურონის თხელი ტექსტურის ტონერივით არ არის, რომ ისე ქრებოდეს კანზე, რომ ვერ იგრძენი, რომ საერთოდ რაღაცა წაისვი კანზე. მე მაქვს ტონერებზე ეს მომენტი, რომ 3-4 ფენა შემიძლია გადავისვა. როცა ესე ძალიან თხელ ტონერს ეხება საქმე მშრალ კანზე, სასიამოვნოა ძალიან, მაგრამ ამ ტონერზე არა, ერთი ფენა, ერთი გადასმა სავსებით საკმარისი იყო, რომ ძალიან სასიამოვნო გლოუს მოგცემთ და თან სასიამოვნო ჰიდრაციას წმენდი შემდეგ, ასე ვთქვათ, ტანის ბალანსში მოსაყვანად, რომ შემდეგ გააგრძელო სხვა პროდუქტებით შენი თავის მომის რუტინა, ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო. მოკლედ, ეხლა ეს 40 მილilitrიანი გამოვცალე და დიდ შეფუთვას ეს 200 მილilitrიანია. კაი ხანს მექნება. მესამედი გამოვცალე უკვე იქაც მართალი რო გითხრათ, იმიტომ რომ დღეში ორჯერ ვიყენებ. დილას საღამოს რუტინაში ვიყენებ ყოველდღიურად. ძალიან მომეწონა როგორც გითხარით. 2 თვის შემდეგ, როდის გვიწევს შემდეგი ფავორიტების ვიდეო ოქტომბრის ბოლოს, მაგტონერიც ეგტონერიც გამოცვლილი მექნება სავარაუდოდ მაგ დროისთვის უკვე მაგაზეც ვისაუბრებთ. მოკლედ, ნამდვილად მწვანე, ოჩახ ანუა ამ შემთხვევაში ამ ტონერზე ძალიან მომეწონა, ძალიან სასიამოვნო. ანუას რადგან ვახსენე, კიდე ერთი პროდუქტი, რომელზეც მინდა რომ გესაუბროთ, ეხლა აქთან არ მაქვს, მაგრამ მაგის გამოსაცლელად მე კაი ხანი დამაგვიანდება, მოდით ასე გითხრათ და გაინტერესებდათ ჩემი აზრი ამ პროდუქტთან დაკავშირებით, რამოდენიმეს ინსტაგრამზე ავტვირთე განხილვის ვიდეო ჩემი გვერდისთვისაც, ჩვენი შოპის გვერდისთვისაც, Facebook-ზეც, მაგრამ ვიცი რომ იქეთ ყოველთვის არ ნახულობთ ხოლმე ვიდეოს, ან თუნდაც ეს ინსტაგრამის ყველას არ აქვს, რა თქმა უნდა და უმეტესობა აქ რა თქმა უნდა ეს ადამიანები ხართ, ვინც
YouTube-ის მაყურებელი ხართ, ამიტომ სანამ ეს პროდუქტი დამთავრდება, მაგას კვირაში ერთხელ მაქსიმუმ ორჯერ ვიყენებ, ამიტომ კიდე რამოდენიმე თვე დააგვიანდება მაგ პროდუქტის გამოცვლას, ამიტომ მინდა რომ ვახსენო ანუას ენზიმური პუდრა. ვაგრძელებ გამოყენებას, მე მომწონს, კარგი გამწმენდია. ყოველდღიური გამწმენდი არ არისო. როგორც გითხარით, კვირაში ერთხელ მაქსიმუმ ორჯერ ვიყენებ. აი ესეთი დღეებისთვის, როცა ვიცი, რომ განსაკუთრებული წმენდა სჭირდება განსტაფორებს, რაღაცა ექსტრა საფეხური, დამატებითი, ზედმეტი ცხიმიანობა, აი მთელი დღე გარეთ ვიყავი, ძალიან გავიოფლე, ჭუჭყი, ქუჩის და გარემოს დაბინძურება. რო ვიცი ესეთი გემრიელი წმენდა სჭირდება, აი თუნდაც ეს რო საკმარისი არ არის და რაღაცა კიდე სილიკონის ჯაგრისით მიყვარს, მაგ ფხვნილის, აი წყალში რო გაიხსნება და აკაფებას იწყებს, ნიკავზე და ცხვირზე დამასაჟება. ისე კარგად ასუფთავებს ფორებს. ისე კარგად, ასე ვთქვათ, აშორებს ტექსტურას, განს თუ კი რამე ტექსტურა გაქვთ, აი სიუხეში, ხელს რომ გადაისმევთ და აი რაღაცნაირად მოყვება კანი. არაჩვეულებრივად. ესეთ მსუბუქ ფილინგს აკეთებს, იქიდან გამომდინარე ხა მასაჟით თუ მიყვებით სილიკონის ჯაგრისით, უფრო ძლიერი ეფექტი იქნება, ხელით რა თქმა უნდა, უფრო მსუბუქი იქნება, რამდენ ხანს დაიმასაჟებთ. შეგიძლიათ ცოტა ხანი დაიტოვოთ, კიდევ ცხვირზე და ნიკავზე, ნუ გადააჭარბებთ, ხა თქვენ კანს თქვენ უკეთესად იცნობთ, რამდენად მგრძნობიარე კანი გაქვთ. მოკლედ, მე მომეწონა, ყოველდღიური გამწმენდი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს თუ მშრალი კანი გაქვთ, მაგისთვის ძალიან ძლიერი და უხეში იქნება და კანს გამოგიშრობ, მაგრამ აი კვირაში ერთ-ორჯერ გამოსაყენებლად ძალიან სასიამოვნო პროდუქტია, ნამდვილად ვუწევ რეკომენდაციას. ბოლოს მაგისი მარაგები რამოდენიმე თვის წინ შევავსეთ, რამოდენიმე ცალი არის მე მგონი დარჩენილი ჩვენთანაც შოპში ვერ გეტყვით ახლა რომ მაინც ბევრი გვაქვს და კიდე როდის შევავსეთ ჩვენ პროდუქტების მარაგებს სამწუხაროდ არ ვიცი, ამიტომ თუ რაიმეს მომარაგება გინდათ ჩვენი შოპიდან დაბრუნდით უკვე შვებულებებიდან და რაღაცა პროდუქტების მომარაგება გინდათ გირჩევთ მაგას ნამდვილად ახლა, იმიტომ რომ გულწრფელად გეტყვით რაღაცების შეცვლას ვაპირებთ და არ ვიცი როდის შევავსეთ კიდევ პროდუქტების მარაგებს, ამიტომ ვიცი რომ მზის განამცავები, C ვიტამინი, დამატენიანებელი, თუნდაც ენზიმური პუდრა, ესეთი რაღაცეები ბევრს გაქვთ ჩვენი შოპიდან და გირჩევთ მაგ პროდუქტებზე მარაგების შევსებას. კარგით, გავაგრძელოთ, აქ ბევრს არ გავჩერდები, ამ პროდუქტზე წინა ფავორიტების ვიდეოშიც გესაუბრეთ და გითხარით კიდეც რომ მეორე შოპი უკვე გახსნილი მაქვს თქო, 1+1 თუ რაღაც ეგეთი აქცია იყო, ზუსტად არ მახსოვს, მოკეთ Case Secret-ის, ლოკოკინას მოცინის ესენცია, ერთი რო შევიცინე მეორეც. მოყვა და გავხსენი პირდაპირ მეორე შოპი თუ რა გავაგრძელე გამოყენება, ძალიან სასიამოვნო ესეცია, ლოკოკინას მოცინის ექსტრაქტი ძალიან ფილტრატი. ფილტრას და ექსტრაქტს ვურევს უერთმანეთში. ფილტრატი ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელია, მით უმეტეს შალკანზე. ესეც სრიალა, სილიკონის, ფუმფულაი ეფექტი და კარგი ჰიდრაცია. რატომაც არა, წებოვანება არ აქვს. მოცულობა საკმაოდ დიდია, 100 მლ-იანი შეფუთვა ფამპის თავსახურით. მე მომეწონა, ვისაც გიყვართ ლოკოკინას მოცენის ფილტრატი და სიამოვნებით იყენებთ და უხდება თქვენს კან. ძალიან კარგი პროდუქტია, ბევრს არ ვილაპარაკებ ხა მაგაზე, მაგრამ მწვანე ნამდვილად. შემდეგი გვაქვს Nameless, ეს კორეული ბრენდია. ახლა დავიწყე ამ ბრენდის დატესტვა. კიდე მაქვს რამოდენიმე პროდუქტი, მე მგონი ესეც კი მაქვს მეორე. რაღაცა ფასაკლებ აქციები ქონდა ამ ბრენდზე, E-Styles და რაღაცა პროდუქტები შევუკეთე. ერთიან და ნელ-ნელა მივყვები, ნელ-ნელა ვხსნი, რადგან ჯერ არ მგონი, ბოდიში. ტელეფონი მიდასაგნა. ჩემი ოჯახი ბახმაროში ბრძანდებიან დასასვენებლად და შემჯამეს. ეს ფოტო, ის ვიდეო, ვზივარაკ დაბოღმილი. ინთება ეკრანის შეფაფრუნოთ ეს ტელეფონი. მოკლედ, Nameless და მათი 10%-იანი აზელენის მჟავის შრატი. 30 მლ-იანი შეფუთვა გახსნიდან 12 თვე აქვს და 10%-იან აზელენს ვიცნობთ, ხშირად გვხვდება ხოლმე მაგ პროცენტული მაჩვენებლით სხვადასხვა პროდუქტებში. უნდა გითხრათ, რომ ამ პროდუქტს ჩვენთვის ესეთი ეფექტი არ მოუწია, რასაც Incalyst-ის ან Ordinary-ის აზელენის მჟავა მაძლევს, იქ ეფექტს შედეგს უფრო სწრაფად ხედავ, ისინი აშკარად უფრო ძლიერი ფორმულაციის პროდუქტები, არ ვიცი პროცენტული მაჩვენებელი სამივე პროდუქტს 10% აწერია, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი უფრო ძლიერი ფორმულაციის პროდუქტები არიან. არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით, ეხლა ქიმიურ და ლაბორატორიის დონეზე მაგასაც უნდა ასე ინგრედიენტებით ვერ გავიგებთ, მაგრამ იმ პროდუქტებმა უფრო სწრაფად მომცეს შედეგი. მე ხშირად მაქვს ხოლმე გამონაყარი ნიკაბზე, მე ცოტა ლაქები რჩება და ზუსტად ვიცი, რომელი პროდუქტები როგორი სისწრაფით ეხმარებიან ხოლმე ამ გამონაყარს და ლაქებს ალაგებაში. აქ ისეთი მაინდა-მაინც სასწაული ეფექტი ვერ მომცა, რომ ვაუ. შევნიშნე, რომ აი ერთი კვირის შემდეგ, ორი კვირის შემდეგ, ვაუ, ეს აზელენი იყო. უფრო ნელი მოქმედების მსუბუქი, უფრო კორეელებს ხო იცით ეს აქტიური ინგრედიენტები უფრო მსუბუქად დამზადებული რო უყართ ხოლმე. აი აქ უფრო ეგ სიმსუბუქად დავინახე. ყვითელი უნდა მივწე. ცუდი შრატი არ არის, მეორე რაც მაქვს, რასაც გავხსნე აუცილებლად და დიდი სიამოვნებით გამოვიყენებ, ისეთი არაფერი არ არის და სუც ისეც ვერაფერს ვერ ყოლ, ვიცი რა. შეფუთვა ვერ დავცალე, შეფუთვას დავცალე და მეორე შეფუთვასაც გავხსნი, უბრალოდ კიდევ ერთხელ აღარ გავაკეთებ თანხის ინვესტირებას, ეხა აზელენი რო დამჭირდება იმისთვის, რომ აი ჰორმონალური გამონაყარი მაქვს, ლაქებს მინდა დროულად მივხედო რაღაცა. ისევ ჩემს Incalyst ან Ordinary-ის მიუბრუნდები მართალი რო გითხართ და ისევ იმათთან შევიძენ, ვიდრე ამ აზელენს. ეს მოკლედ, ოკეი. ეს არის Beauty of Joseon-ის თვალის რეტინალი, ჯინსენის და რეტინალის კრემი, 30 მლ-იანი შეფუთვა. ეს მართლა აღარ ვიცი უკვე მე რამდენი შეფუთვარი. ბევრს ამაზეც არ ვილაპარაკებ.
ამისგან ცოტა ხანი პაუზა უნდა გავაკეთო. რაღაცა ეხლა case secret-ის თვალისწინებაზე ერთი გახსნილი მაქვს და მეორე მარაგში მაქვს. მინდა რომ მასაც კარგად მივცე შანსი, როგორც ამას 5 და 6 და 7 შეფუთო დავცალე, იმასაც ესე კარგად მინდა მივცე შანსი. ამიტომ აქ ცოტა ხანი პაუზას გავაკეთებ ახლა, მაგრამ და არ ვიცი, ყველა ფავორიტების ვიდეოში ამ ჯინსენის და რეტინალის კრემზე ვლაპარაკობ და ცოტა ხანი პაუზა მე მგონი თქვენთვისაც კარგი იქნება, ჩემთვისაც კარგი იქნება და ტრიფონიასთვისაც კარგი იქნება. რამ გამახსენა ტრიფონი? ტრიფონია კიდე ციხეშია თუ იცით თუ არ დაიჭირეს იმ ფილმში ტრიფონია? მე მგონი არ დაიჭირეს ხო? ბადღეში ვარ ხედავთ. მეც მინდა ბახმაროში. მოკლედ, რაღაც არ მივაქციე ძალიან ყურადღება ამ ფილმს ახლა თუ ვინმე პირველად უყურებს ფავორიტების ვიდეოს, ხო იფიქრებს რომ რანაირად არის ფავორიტი, რანაირ რევიუ იყო ეს. უბრალოდ იმდენი მაქვს ამ კრემზე ნალაპარაკები უკვე რომ ადამიანები რომლებსაც 2-3 ფავორიტების ვიდეო მაინც აქვს, ნახე მერიდება უკვე. ორდინარის კიდე ერთი რეტინალი შეფუთო გამოგცალე, მეგობრებო, ეს უკვე მეორე შეფუთო. ახალი აღარ შემიკვეთავს, იმიტომ რომ კორეული ბრენდის რეტინალი მაქვს გახსნილი, ეს მინდა რომ გავტესტო და ბარემ დავიცდი თქო. ის ახლა გავხსენი, ერთი კვირა იქნება ალბათ სულ რაც გავხსენი და მეთქი მოდი ის დამთავრდეს და დაახლოებით მაგ დროისთვის ალბათ უკვე ნოემბრის პასტაკლებაც მომიწევს. და ახალ შეფუთვას სადღაც 1 ნოემბრისთვის. შევკვეთავ თქო. მაგრამ ეს არის უკვე მეორე შეფუთვა. მაქვს უკვე ერთხელ ფავორიტების ვიდეოში ნასაუბრები, დეტალური ვიდეო მაქვს ამის და case secret-ის რეტინალის ერთმანეთთან შედარების. თუ გაინტერესებთ რომელი უფრო ძლიერია და რომელი ჯობია და რომელი როდის უკეთესი იქნება გამოსაყენებლად, გირჩევთ მაგ ვიდეოს ნამდვილად. ამ პროდუქტს რაც შეეხება, გავიმეორებ კიდევ ერთხელ რომ მიუხედავად იმისა, რომ 15 მილილიტრი აწერია ზედ, ისეთი მცირე რაოდენობის გჭირდება, ისე კარგად ნაწელდება კანზე. ისეთი ძლიერია მცირე რაოდენობაც კი რომ არ ვიცი 2-3 თვე მყოფნის ეს 15 მილილიტრი ყოველ მეორე დღეს რეტინალს ვისმევ. აი თუ არ მავიწყდება ხა ეგეც ისეთი უაზრო მიზეზი არ მავიწყდება. ყოველ მეორე დღეს აი თუ რაღაცა განსაკუთრებული გაღიზიანება არ მაქვს კანზე, სალონში არ ვიყავი, რაღაცა ისე გზაში არ ვარ ეხა სასტუმროში თუ უნდა მეძინოს და 17 თვითფრენავით უნდა გამოვიარო და 7 საათი სტამბულის აეროპორტში თუ უნდა მეძინოს კანზე, რეტინალს არ წავისმევს. აი ხო ხდეთ აი რაღაცა ესეც სიტუაცია ძალიან ემოციურია. რაღაცა ესეც სიტუაციებში თუ არ ვარ არ ვტოვებ რეტინალს, ყოველ მეორე საღამოს მაქვს რეტინალის საღამო. მაინც რამდენ ხანს მოყოფნის? ეს 15 მილilitrიანი მოცუცქნული რეტინალი. ისაც გახსნა 6 თვე აქვს, ანუ ძალიანაც არ უნდა გაწელოთ ამის გამოყენა, მაგრამ 6 თვეც გადაჭაბებულია. მაგდენ ხანსაც არ გეყოფათ. მოკლედ. ძლიერია. რო გადავედი თავიდან რეტინალზე ვიგრძენი, ძლიერია, აშკარად გრძნობ როგორ რეტინალზე გადახვედი. მალევე მიეჩვია კანი, პრობლემა არ მქონია, მეორე შეფუთვა უკვე, ამიტომ დიდხანსაც არ მინდა ამისგან თავის შეკავება. ეს რასაც ვიყენებ ახლა კორეული ბრენდის. ისიც კარგია, სხვათა შორის უბრალოდ ესეთი ძლიერია, ეს 0.2%, ის 0.1%. მაგ ცხოვრებას გრძნობ, აშკარად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დავრჩები მე ჩემს ორდინარს. ასე შიგადაშიგ დავტესტავ რა თქმა უნდა ახალ რაღაცებს, რომ სხვა ბრენდების და სხვა პროდუქტების რეკომენდაციაც მქონდეს თქვენთვის, მაგრამ მე ჩემთვის როგორც ავენეს ღამის პილინგზე ვიყავი 2 თუ 3 წელი სანამ მოიღეს გაყიდვიდან სანამ რაღაცა უკეთესი არ გამოჩნდება, მე ვფიქრობ, რომ ასე დავრჩები ამასთანაც შემდეგი პერიოდის განმავლობაში. ნახოთ. დამატენიანებელი უნდა გითხრათ ჰარუჰარუს სენტელას, ფიტოსენტელას და პეპტიდების კონცენტრირებული კრემი. ამისი ეს ამჯერად მართალი რო გითხრათ, რეფილი დავცალე, ეს ძველი შეფუთვა, უფრო ადრე გამოცვლილი და ეხლა რეფილი დავცალე. ეს ცოტა ისეთი შემთხვევა ეხლა უკვე მეორე კრემი მაქვს ტორიდენის კრემი გახსნილი, რომელიც თითქმის დამთავრებულია, ამას ალბათ ერთ 2 კვირაში შეიძლება არც მორჩები, მაგრამ რავის არ მეჩქარება იმაზე. იმას შემდეგ ფავორიტების ვიდეოში გესაუბრებით, იმას თავისი რევიუ აქვს დამსახურებული, არ მინდა ეხლა რომ ამ კრემს მოვაწებო. ალბათ კიდევ უფრო მეყო ეს პერიოდი, ესეც და ტორიდენიც. ნამდვილად, იმიტომ რომ დილის რუტინაში ეხა ცხელ სეზონზე თითქმის არ ვიყენებდი დამატენიანებელს. ზის გადამცავის ქვეშ თითქმის არ მჭირდებოდა დამატენიანებელი, ხაზე გამონაკლისს შემთხვევებში. ზის გადამცავის საკმარისი იყო. ამიტომ ხშირად, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად მხოლოდ საღამოს რუტინაში ვიყენებდი. ძალიან მომეწონა ეს კრემი, ძალიან შემიყვარდა. არაერთი რეფილი დავცალე უკვე და მთელი გულით უწევ რეკომენდაციას. ჩვენთან სამწუხაროდ რეფილები ამოიყიდა, მხოლოდ ეს მთლიანი შეფუთვა გვაქვს დარჩენილი. ძალიან სასიამოვნო კრემია, არ ძალიან სქელია, არ ძალიან თხელია, ესეთი საშუალო ტექსტურა აქვს, მაგრამ საკმარს დატენიანებას გაძლევთ, როგორც დილის რუტინისთვის, ისე საღამოს რუტინისთვის, რეტინოლთან ერთად ძალიან სასიამოვნოა, მზის გადამცავის ქვეშ ძალიან სასიამოვნოა. მოკლედ, რაღაც ესეთი უპრეტენზიო გემრიელი კრემია, რომელიც ესე ჩუმად თავისთვის ასრულებს თავის ფუნქციას და დანიშნულებას და ნორმალური მშრალი კანისთვის, კომბო კანისთვისაც ალბათ ეხლა ზეა ცხიმიანი კანი თუ არ არის თქვენთვის, ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელია და პრინციპში ეს ესე არა, ამას გადავდებთ. ეს დავიტოვოთ, ამას შევინახავ, შემდეგ ჯერსაც პირდაპირ მხოლოდ რეფილს შევიცე.
მზისგან დამცავი პურიტოს outdoor მზისგან დამცავი იყო, რომელსაც ვიყენებდი. ორი გამოყენება მაქვს კიდევ შეგნით დარჩენილი. ეს არის მათი SP50+, PA4+-ით 60 მლ-იანი შეფუთვა. outdoor ქვია, იმიტომ რომ არის წყალგამძლე, ოფლგამძლე, ანუ ფიზიკურად აქტიური რო ხარ, აუზზე რო ხარ, სანაპიროზე რო ხარ, ძლიერ სიცხეში გარეთ როცა ხარ, აი ესეთ სიტუაციებში განსაკუთრებულად კარგად ფუნქციონირებს და განსაკუთრებულად კარგად გიცავს. ეს იმას ანიშნავს, რომ თუ სახლში ხარ, მაშინ შეგიძლია რომ რა თქმა უნდა შეგიძლია გამოვიყენო რაღაცა იქ შეზღუდვა არ აქვს, უბრალოდ ასეთ სიტუაციებში დამატებით კიდევ უფრო კარგად გიცავს. თან მოცულობა კარგი 60 მლ-იანი ზაფხულის სეზონისთვის ნამდვილად საჭიროა ცოტა უფრო დიდი ზომის. თუნდაც ეს 10 მლ მაინც სხვაობას იძლევა. მთლიანად ახალი თაობის ქიმიური ფილტრებით არის, თეთრ კვალს არტოვებს, სწრაფად შეიწოვება, წებოვანი ეფექტი არ აქვს, პურიტოს ყოჩა. პურიტოს ორიგინალი ძირითადი მწვანე შეფუთვის SPF-ით ძალიან მომეწონა სენტელას. ესეც ძალიან მომეწონა. ეს განახლებული პურიტო სოულის პროდუქტები რაც გამოვიდა ბაზარზე, ყველა ძალიან კარგია და მზისგან დამცავი განსაკუთრებით კარგად გამოვიდა. ყოჩა ნამდვილად სწავლობენ შეცდომებზე ამ ბრენდთან და არაჩვეულებრივი მზისგან დამცავი აქვს. ეს გვაქვს კიდე შემორჩენილი, მე მგონი ცოტა არ მგონია რომ ესეც განვახლოთ და დავამატოთ მარაგები, ამიტომ თუ იმას გაინტერესებს და გინდათ რომ გატესტოთ, გირჩევთ ნამდვილად გახსნიდან 12 თვე აქვს და 60 მლ-იანი შეფუთვა. შეგიძლიათ შეინახოთ უფრო ისე ფიზიკურად აქტიური დღეებისთვის თუ რაღაცა უფრო სპეციალური დამცავი გინდათ და თვეების განმავლობაში გამოიყენოთ ეგეთ სიტუაციებში, გირჩევთ ნამდვილად კარგ დაცვას შემოგთავაზებთ. ეს მესვე ახლა აგვისტოში ტრიალში ვიყავით მე და ნანიკო და კლავებზეც. ეს დავიტანე და სახეზეც ეს მესვე და მე სტიკი მქონა კიდე ჩაფთნაში ჩაგნებული. 33 გრადუს სიცხეში მთელი დღეა ფეხით მოვიარეთ. რამი ფერი არ შემცვენა. განს მოკეთ. სხეულის დასაბანის საშუალება. ეს არის Nivea's Cream Protect Dexapanthenol Care Vitamins and Oils. მოკლედ შხაპის კრემი. თავიწავიცი. ეს არის 250 მლ-იანი შეფუთვა, რომელსაც გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. სასიამოვნო გამსაყენებელი იყო. ვიტამინები და რაღაცები, C ვიტამინი და რაღაცები ეწერეთ. ეგ არა, მაგდენი არა, მაგრამ სასიამოვნო კრემი იყო. სასიამოვნო გამსაყენებელი იყო. სასიამოვნო კაფთება მოკეთ. რაღაცა Nivea's სხეულის შხაპის რაღაცებზე გადავედი. ეხაც Nivea მაქვს გახსნილი. წყლის ლოტუსი. წყლის ლოტუსია, მე მგონი ხარაც მაქვს. ისიც ძალიან მომწონს, იმასაც სასიამოვნო სუნი აქვს. ეს ძალიან ის არის უფრო. აი ძალიან სამედიცინო. ძალიან ეხლა დავუკვირდი. ძალიან სამედიცინო, აი საავად მოყოფოს ოთახებში რომ წამლის სუნი დგას, ანუ ცუდი არა. ეხლა მინდა ცუდად რომ გამოვივიდეს ნათქვამი, ვიცი რომ არ უყვარს საავად მოყოფოს სუნი, მაგრამ რაღაცა სასიამოვნო სისუფთავის ალბათ. ხო, ალბათ უფრო სისუფთავის. უფრო მგრძნობიარე კანისთვის ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო. ყოჩა Nivea's, ანუ დამატენიანებლებით სხეულის. ვიცით რამდენი დავცალე უკვე მაგისი. ეხლა ეს შხაპის გელებიც ყოჩა. და ესეც გამოცალე, ეს საჩუქრად გამომიგზავნეს, არ მომცეს არა, წამოვიღე. ვაუ, აპი მაქვს როსმანის, ის არა იცით რომ როსმანის ბრენდია, მაღაზიების ქსელი არის როსმანი გერმანიაში, სადაც ეს კოსმეტიკა, ბიუთი და მედიკამენტებიც შეიძლება შეიძინა. მოკლედ, როსმანში აპი მაქვს მათი ბარათი, სადაც მუდმივად გაქვს 10%-იანი ფასდაკლება თუ აპი გაქვს ჩამოტვირთული, კოდი გაქვს და 10%-იანი ფასდაკლება ყოველთვის გაქვს და ყოველ კვირას უშავებთან კვირის ჩათვლით რაღაცა კონკრეტულ პროდუქტებზე გაქვს კიდე ფასდაკლება. უმეტეს შემთხვევაში 20-დან 25%-მდე. ხან სათმის აღებავებზე, ხან სხეულის მოვლაზე, ხან დეოდორანტებზე, ხან ზაფხულის სეზონზე ხშირად იყო დეოდორანტებზე 20%-იანი ფასდაკლები. იმდენ დეოდორანტი მაქვს ნაყიდი. კი ვხარჯავ ბევრს და ყველა თამთაში მიგდია და ყველა ოთახში, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ვიყიდე მე მგონი. და ეს იყო დამატებითი საჩუქარი აპში ისანას დუშ კრემი 5%-იანი ურია შემცველობით, დამამშვიდებელი, მგრძნობიარე, მშრალი განისთვის. 250 მლ-იანი შეფუთვა გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. სასიამოვნო გამოსაყენებელიც იყო ეს, სხვათა შორის ძალიან ბიუჯეტური 2 ევრო, რაღაცა ეგრე ღირს მოკლედ. ძალიან ბიუჯეტურია ამ მოცულობისთვის მით უმეტეს. დიდი სიამოვნებით გამოვიყენე, ერთადერთი ის იყო, რომ ეს თხელია. ანუ ეს ძალიან სქერხ ბალზამი ესეც არ არის, ესეც კრემია, მაგრამ ამას აქვს უფრო მეტად ეს კრემოვანება. ეს ძალიან თხლად ჩამოდიოდა, ეს თავის დაფარების მომენტიც ის იყო, რომ ცოტა ძალიან გამოდიოდა, როგორც კი გახსნიდი უკვე ჩამოდიოდა. ძალიან ეგ მომენტი იყო, ანუ ტექსტურა მთლად ისეთი, კოსმეტიკურად ძალიან ელეგანტური და დახვეწილი ტექსტურა არ ქონდა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო, ძალიან ისეთი სირბილის ეფექტს გიტოვებდა კანზე გამოყენების შემდეგ 5% ურია. რატომაც არა, რაღაცა ბიუჯეტურს თუ ეძებთ, მგრძნობიარე კანისთვის და პირიქით უფრო გიყვართ ესეთი უფრო თხელი ტექსტურის პროდუქტების გამოყენება საშხაპეში, დიდი დრო არ ჭირდება შემდეგ რომ ჩამოივანოთ ეს ყველაფერი. ზოგ კონკრეტ ზეთების გამოყენება უყვარს, ზეთ დუშ არა საშხაპის ზეთოვანი საშუალებების
ზეთები მაგალითად ჩემთვის არ არის, ანუ ფლად ეგრეც არ არის, ხო, ზეთი, მაგრამ ფლად ესეთი თხელიც არა. აი ესეთი საშუალო კრემოვანი პროდუქტები ჩემთვის იდეალურია. მაინც ვახსენოთ, რომ ესეთი ძალიან თხელი ტექსტურის, მაგრამ კარგი პროდუქტიც არსებობს, ვისაც რაღაცა ეგეთები გიყურთ. ეს ჩემი თმა არის. ეს არის ბალიას beauty expert ხაზიდან, beauty expert ხაზი არის, სადაც სახისმოვლის პროდუქტები აქვთ. სხეულის peeling body lotion-ი. 5%-იანი AHA-ის შემცველობით. ეს საშხაპის შემდეგ გამოსაყენებელი, ანუ შხაპის პროდუქტი არ არის. ეს ჯერ ერთ ეს თითქმის სავსეა, ვერ გამოვიყენა. წითელი. ისე საშინლად იწებება. ანუ ეს გადატარებით კარგად ტარდება. ისეთ წებოვანებას ტოვებს კანზე. ისე არასასიამოვნოდ ჯდება და შრება კანზე. ვერ გავიგე რა ჩაასხეს შიგნით ასეთი და რა უქნეს, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო. რომ მეთქი, ოკეი, ხა ზაფხულში სხეულისთვის 5% AHA, როდესაც არასეთ მსუბუქი პილინგისთვის გამოვიყენებ სხეულს დასატოვებელს რაღაცასაც. ჯერ ერთი ცოტა ისე ძალიან მეტად თხელია. ცოტა მეტი ტექსტურა და კრემოვანი მაროქანოს, მაგათ ასე იქნებოდა და აი აქ უკვე თითება გაწევა დაიწყეს. იშვიათად რომ აი სხეულის მოვლის პროდუქტები ეს მის ანაბალია ბიუჯეტურადებს გარო ესე ძალიან არ მომეწონოს. ძალიან არასასიამოვნო იწებება. კანზე 200 მილილიტრიანი არის, გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა, 1% AHA კომპლექსი და 4% გლიკოლის მჟავა. ხელი მეწება. ვიღაცისთვის გაწოდებაც არ მინდა. მithwas მგონი რომ ჩვენ საერთოდ ერაფანი გვაქვს და ერაფაში გვაქვს ხოლმე რაღაცები, რასაც ვიცით რომ ყველა შეგვიძლია გამოვიყენოთ და რაღაცა პროდუქტები სულ მინდოს რომ ეს სხვა აპები და რაღაცები რომ აქვს, შეიძლება მჩუქნიან ხოლმე რაღაცებს და შხაპის გელები და გვილის პასტა და ეს რაღაცები მინდოს ერაფაში და გოგოებმა ჩამოზობლima იციან რომ შეუძლიათ გამოიყენონ თუ დასჭერდათ. იქაც ვერ გავიტანე და დავდე, იმიტომ რომ მერი ხერხული გადასაგდები პროდუქტია და იქანაირად და. ოკეი, აი ეს უნდა ვახსენო აუცილებლად. ამაზე ინსტაგრამზეც გესაუბრეთ და ამისი unboxing-ის ვიდეო მე მგონი ახაც კი ავტვირთე მოკლე ვიდეოს ფორმატით YouTube-ზე. ეს არის Maison Alhambra Delilah. ეს არის არაბული სახლი, არაბული სუნამოების სახლი და ეს Delilah არის დელინა სტუ. თქვენ იცით მე როგორ მიყვარს დელინა და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ზაფხულის ვარდის სუნამოა. ესე ძალიან სასიამოვნო ვარდის სუნამოა, სხვათა შორის, მთლად ესე ერთი-ერთი ჯდუბი არ არის. ნამდვილად არა. იქ სხვანაირი რაბაბას მოცა, რაბაბაზე რიპოვე, რა ქვია ქართულად. რევანდი, ხო? წესით რევანდი. იქ ესეთი ელეგანტურად დამზადებული ნოტები არ აქვს, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ვარდის სუნამოა. ისეთი სასიამოვნო ვარდის სუნამოა, რომ ჩემს უფროს გამოვუწერე ვუყიდე და ვაჩუქე, იმიტომ რომ რამდენი შევდივარ მაგასთან, რა გასხია და რა გასხია. ესე იგი გაგიჟდა 25 ევროიან სუნამოს. 10 სექტემბერს დაბადების დღე აქვს ახლა. შეკვეთილი მაქვს და უნდა ვაჩუქო. არ ვიცი შენს კანზე აქვს ესეთი არაჩვეულებრივი სუნი თუ რა არის, მაგრამ ცოტა ესეთი ვარდის წყლის. აი ზუსტად არაბულ სამზარეულოშიც და ზოგადად უყვართ არაბულ კულტურაში, აღმოსავლურ კულტურაში ალბათ უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ, ვარდის წყლის გამოყენება. აი ცოტა ვარდის წყლის არომატი დაკარს და სხვათა შორის მითხრა რომ არ მიყვარს ვარდის წყალი, მაგრამ ისეთი კარგი სუნი აქვს. იმედი მაქვს მის კანზეც ესე სასიამოვნო იქნება და თავის კანზეც ისე ძალიან მოეწონება ეს ვარდის წყალი. ჩემს კანზე მოსწონს, იმედი მაქვს რომ გამოიყენებს. თუ მოგწონთ არაბული სუნამოები ზოგადად და შეგეძლიათ რომ შეუკვეთოთ, ძვირიც არ გამოდის და ვისაც გიყვართ ეს აი ვარდის წყლის არომატი, დარწმუნებული ვარ ესეც ძალიან მოგეწონებათ, მოკლედ ძალიან სასიამოვნო ზაფხულის არომატი იყო, რომელმაც უამრავი კომპლიმენტი მიმარებინ ამ ზაფხულს გებძებთ. ისეთ ხალხს გამოველაპარაკე ამ სუნამოს გამო სამსახურში, ოფისში. 2 წელიწადია იქ მუშაობ, აქამდე არანაირი სიტყვაც არ გაგვიცვლი ერთმანეთს და ამ სუნამომ აგვალაპარაკა. განით მეგობრებო, დღევანდელი ფავორიტების ვიდეოსთვის სულ ეს იყო. სიამოვნებით გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი ფავორიტი პროდუქტები რა იყო ზაფხულის სეზონზე, თქვენ რას იყენებდით, ახალი რა გატესტეთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, რას გაუწევთ რეკომენდაციას, რას არ გაუწევთ რეკომენდაციას, სიამოვნებით შეგვეხმიანეთ კომენტარებში. თუ ამ პროდუქტებთან დაკავშირებით რაიმე უფრო მეტი დეტალი გაინტერესებთ, ეგ შეკითხვებით სიამოვნებით დამტოვეთ კომენტარებში. თუ სხვა ფავორიტების ვიდეოები გაინტერესებთ, playlist დაგეტოვებთ ვიდეოს ბოლოს, არაერთი ფავორიტი პროდუქტების შესახებ ვისაუბრია ახზე სავსე playlist-ი დაგხვდებათ ნამდვილად. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახევებზე დაყრდნობით და თუ დროებით სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგასწროთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao.